გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ჩვენ გავაგრძელებთ შესწავლას, მუსიკის შესწავლას კინოფილმიდან ფესვები. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ პირველი 3 ხაზი. ეხლა ვისწავლით შემდეგ 3 ხაზს. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ. ონლაინ გაკვეთილებზე ჩასაწერად მოგმართეთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე. მაშ ასე დავიწყოთ. ესე იგი, წინა გაკვეთილზე ჩვენ გავჩერდით აი ამ მომენტზე, ესე იგი, მესამე ხაზის ბოლო 2 ტაქტს დაგიკრავთ, იმისათვის, რომ გავიხსენოთ, სად გავჩერდით. ნახეთ. 1 2 3 მაშ ასე გადავიდეთ შემდეგ ხაზზე. ნახეთ, სადაც აწერია 15 ნიშნული. ეხლა რა ხდება მარჯვენა ხელში? პირველი ტაქტი. ესე იგი, ეს არის მეოთხე ხაზის პირველი ტაქტი, ხო? ნახეთ, ესე იგი, մի ბემოლი 1 2 3 4 1 2 3 4. ესე იგი, პირველი და მეორე ტაქტი მარჯვენა ხელი. კიდევ ერთხელ mi bemoli, შემდეგ fa, mi bemol, re bekar, do, re bekar და ისევ დავიწყოთ დაკვრა. 1 2 3 4 1 2 3 4. ეხლა რა ხდება აი ამ პირველ 2 ტაქტში მარცხენა ხელში. ესე იგი, ნახეთ, დიდი ოქტავის სოლიდან ვიწყებთ. Sol, mi bemol, do, sol, sol, mi bemol, do, sol. ესე იგი 1 2 3 4 და შემდეგი ტაქტი, ესე იგი sol, re bekar, si bekar, sol, sol, re bekar, si bekar, sol. მოდით ახლა ეს 2 ტაქტი შევაერთოთ. ნახეთ. ეხლა დოსთან ერთად ნახეთ. რე ეხლა გავაგრძელოთ მეოთხე ხაზის მესამე და მეოთხე ტაქტი. ეხლა მარჯვენა ხელს შევხედოთ. ნახეთ. პირველი მეხუთე თითით ავიღოთ sol mi bekar. ესე იგი 1 2 ნახევარი ნოტია, ხო? შემდეგ არის ნახეთ la bemol fa. შეგახსენებთ საგასაღებო ნიშნებს, ხო? si bemol, mi bemol, la bemol, re bemol. ამიტომ la რო წერია, ვიღებთ la bemol-ს, ხო? ნახეთ, აი როგორ გადავდივართ. შეხედეთ 1 2. შეხედეთ ეხლა აი ეს პირველი თითი გადავა la bemol-ზე, ხოლო აი ეს მეხუთე თითი fa-ზე 2. ნახეთ, ესე იგი 1 2 3. ხა ნახეთ, მეოთხე თითით შეგვიძლია ავიღოთ sol, fa, mi bekar, fa. 4. მოდით ნახეთ თითები ვნახოთ, რომელი აჯობებს. შეგვიძლია ესეთ ნახეთ, პირველი მეოთხე რო ავიღოთ, პირველი მეოთხეთი sol, mi bekar, 1 2 3. ისევ პირველი მეოთხეთი რო ავიღოთ la bemol fa და შემდეგ ნახეთ მეხუთე, მეოთხე, მესამე, მეოთხე, აი ესე რო ავიღოთ და შემდეგი ტაქტიც არის si bemol sol. ნახეთ ერთად 1 2 3 4. ხლა ამას იმიტომ გეუბნებით თითებს, რომ მაგ არ წერია და რომ მარტივად დაუკრათ, ხო? 1 2 3 4 1 2 3 4. მოდით ახლა ვნახოთ მარცხენა ხელში რა ხდება მეოთხე ხაზის ბოლო 2 ტაქტში, ანუ მესამე და მეოთხე ტაქტში, ხო? ვნახოთ რა ხდება. do, ნახეთ, sol, შემდეგ პირველი ოქტავის mi bekar, mi, do. ნახეთ, პირველი ოთხეული 1 2. ნახეთ, შემდეგ sa, mi, la bemol არის უკვე და ეს არის fa. ნახეთ, 4. მეორე ზედა მეორე დამატებითი ხაზის ზემოთ
ბანის გასაღებში, ხო? გავიხსენოთ, ნახეთ, პირველი დამატებითი ხო არის დო, მეორე დამატებითი მი და მაგის ზემოთ იქნება ფა. ესე იგი, აი ესე ვუკრავთ, ნახეთ, 1 2 3 4 და შემდეგი ბოლო ტაქტიც. მეოთხე ხაზის ბარაღა მივაყოლოთ. ისევ ნახეთ, როგორც აი მესამე ტაქტის ვიწყებთ, ხო? 1 2 ანუ დო, სოლ, mi ბეკარ დო და ისევ იგივე. აი ეს იქნება მარცხენა ხელი ბოლო ორი ტაქტის. ეხლა მოდით შევაერთოთ. ნახეთ. აი ეს პირველი მეოთხე თითით რომ ვთქვით სოლ mi ბეკარ, უნდა ავიღოთ აი ამ დოსთან ერთად. ნახეთ. 1 2 ეხლა აი ამ დოსთან ლა ბემოლ ფა. ნახეთ და აი ამ ფასთან ერთად საამი. ნახეთ 1 2 3 4 მოდით კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ეხლა გადავიდეთ მეხუთე ხაზზე. ეხლა რა ხდება მეხუთე ხაზზე მარჯვენა ხელში პირველი და მეორე ტაქტი ერთად დაუკრათ, ესე როც მუსიკალური ფრაზე დასრულდეს და მესამე და მეოთხე ტაქტიც ერთად დაუკრათ. ნახეთ, აქ არის რე ბემოლ სი. 1 2 ნახეთ 3 4 1 2 3 4 ნახეთ რე ბემოლ სი ბემოლ 1 2 ეხლა დო ლა ბემოლ ნახეთ 3 4 1 2 3 4 მოდით ნოტებიც ვთქვათ, ესე იგი რე ბემოლ სი ბემოლ თქვით, შემდეგ დო ლა ბემოლ, მერე ისევ სი, მერე ლა ბემოლ სოლ ფა ლა ბემოლ და მერე სი ბემოლ სოლ. ესეც შეგვიძლია ავიღოთ პირველი მეოთხე თითით. ესე იგი 1 2 3 4 1 2 3 4. ეხლა ნახოთ რა ხდება ამ მეხუთე ხაზის პირველ მეორე ტაქტში მარცხენა ხელში. ესე იგი ვიწყებთ რე ბემოლ, ლა ბემოლ, ფა, რე ბემოლ. შევხედოთ კიდევ ერთხელ რე ბემოლ, ლა ბემოლ, ფა, რე ბემოლ და შემდეგი იქნება ნახეთ სი ბემოლ, ფა, ფა, რე ბემოლ. ეს პირველი ტაქტი. და ახლა მეორე ტაქტი დო, სოლ, mi ბეკარ დო. ამას ვიცნობთ უკვე ამ ნოტებს იყო წინა ტაქტებში. იგივე, ხო? მოდით ახლა ვეცადოთ შევაერთოთ. ეს იგი რე ბემოლ სი ბემოლთან ვიღებთ ამას, ნახეთ რე ბემოლ, ლა ბემოლ, ფა, რე ბემოლ. შემდეგ ნახეთ დო და ლა ბემოლთან ერთად ვიღებთ აი ამ სი ბემოლს. ეხლა სი ბემოლს მარჯვენა ხელში ნახეთ. მოდით კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ნახეთ, ესე იგი რე ბემოლთან ერთად ნახეთ ლა ბემოლ. ნახეთ. ვაგრძელებთ მესამე მეოთხე ტაქტს. ესე იგი, მესამე ტაქტში პირველი მეოთხე თითით ისევ ავიღოთ სოლ mi ბეკარ. ანუ იგივე არის, ნახეთ, აი მეხუთე ხაზის მესამე მეოთხე ტაქტში როგორც იყო. ზუსტად ისე, ხო? სოლ mi ბეკარ 1 2 იგივე ლა ბემოლ ფა 3 4 სოლ ფა mi ბეკარ ფა 1 2 3 4 ეს იქ სი ბემოლ სოლ ზუსტად იგივე ნახეთ რაც არის მეოთხე ხაზის მესამე და მეოთხე ტაქტში იგივე არის მეხუთე ხაზის მესამე და მეოთხე ტაქტში. ახლა ვნახოთ არის თუ არა იგივე მარცხენა ხელში, ხო? როგორც ჩანს არის. ისევ გავიმეოროთ ნოტები მარცხენა ხელის, ნახეთ? დო, სოლ, mi ბეკარ დო, დო, ლა ბეკარ ფა, დო, დო, სოლ, mi ბეკარ დო,
დო, სოლ, მი, დო. მოდით ახლა შევაერთოთ ისევ ისე, ნახეთ. 1 2 3 ისევ რე ბემოლ, სი ბემოლ, ბოლო ხაზის პირველი ტაქტი. მარჯვენა ხელში, ნახეთ. 1 2 დო ლა ბემოლ ისევ. 3 4 1 2 3 4. ანუ ისევე არის აქ მარჯვენა ხელი, როგორც მეხუთე ხაზის პირველ და მეორე ტაქტში. ახლა ვნახოთ მარცხენა ხელი. ესე იგი, რე ბემოლ, ლა ბემოლ, ფა, რე ბემოლ, სი ბემოლ, ფა, ფა, რე ბემოლ. და შემდეგ ბოლოს დო, სოლ, მი ბეკარ დო, დო, სოლ, მი ბეკარ დო. აბა ვნახოთ, შევაერთოთ ახლა, ხო? რე ბემოლ, სი ბემოლ. ნახეთ რე ბემოლთან ერთად. და ბოლო დამასრულებელი ტაქტი არის, ნახეთ, ფა, ლა ბემოლ, დო მარჯვენა ხელში და ფა მარცხენა ხელში. პატარა ოქტავის ერთდროულად ვიღებთ. 1 2 3 4. იმედია მოგეწონათ, გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.